მოგესალმებით Origin Detector.com-დან. თუ ხართ მწარმოებელი, რომელიც იყენებს OD პლატფორმას, დღეს ამ ვიდეოთი გასწავლით თუ როგორ გამოიყენოთ Origin Detector-ის დახმარების ჩატი. ასევე აგიხსნით თუ როგორ უნდა შექმნათ ან დაამატოთ ჩატის ვიჯეტი თქვენს ვებსაიტზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ optimizetalk.com-ი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ იყენებთ თუ არა OD-ის დახმარების ჩატს. ახლა კი დეტალურად გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ ჩატის ვიჯეტი თქვენი ვებსაიტისთვის. როდესაც შეხვალთ საიტზე, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია. შემდეგ კი უნდა იპოვოთ შეხვედრის კოდი. დააჭირებთ optimizetalk supports. შესვლა შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ შეხვედრის ოთახის პაროლი. დააჭირეთ optimizetalk supports. გადავედით აი ამ გვერდზე, ჩაწერეთ თქვენი იმეილი, პაროლი და დასახელება. და დააწექით ღილაკ join meetings. ამჟამად ვიმყოფებით დახმარების ჯგუფის პლატფორმაზე. მაღლა შეგიძლიათ შექმნათ საზიარო ბმული და key. თქვენ დაგჭირდებათ შეხვედრის ბმულის key და ასევე დახმარების ჯგუფის key, რომ გამოიყენოთ ეს თქვენს ვებგვერდზე და დაამატოთ ჩატის ოფცია. მომხმარებლის დახმარების ჯგუფში ჯამში მხოლოდ ერთი ადამიანის დამატება შეგიძლიათ. ასე თავს ვიზღოთ, რომ რამდენიმე ადამიანი არ შემოვიდეს ეს სალაპარაკო ოთახში და არ შეუქმნას დახმარების ჯგუფს დისკომფორტი. დააჭირეთ ბმულის შექმნის ღილაკს, შემდეგ შეხვედრის გაზიარებას. ამის შემდეგ მე პირადად ავირჩიე მხოლოდ ერთ სტუმარს, თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ 2 და 3-იც აირჩიოთ და უნდა შეიყვანოთ პაროლი. დააჭირეთ create links. ეს არის შეხვედრების ოთახის ბმულის key და ასევე პაროლი და მომხმარებლის დახმარების ჯგუფის key. გამოიყენეთ ეს მონაცემები ჩატის ვიჯეტის პარამეტრებისათვის. მოდით ახლა დავტესტოთ ეს ყველაფერი. გადავიდეთ kafka-tools.com-ზე, ჩავწეროთ სახელი. იმეილი და დავიწყოთ ჩატი. გადავიდეთ ახლა უკან. და აგერ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მომხმარებელი არის შემოსული ჩატში და გველოდება. მივიწეროთ მომხმარებლის სახელით და უშუალოდ თუ გჭირდება დახმარება. გავაგზავნეთ წერილი და ახლა ვნახოთ შეგნით მივიღეთ თუ არა. კი, მივიღეთ, აი აქ არის წერილი და ჩვენს უპასუხოთ. და როგორც მომხმარებელი ვხედავთ, რომ აი აქ უკვე გვიპასუხა ჩვენმა დახმარების გუნდმა. როგორც ხედავთ, ჩვენ გვყავს უკვე მომხმარებელი ხაზზე, შესაბამისად ეს ტუტორიალი სწორად მუშაობს. ეს არის დამხმარე სისტემა, რომლის გამოყენება შეუძლია იმ მწარმოებელს, ვინც უკვე იყენებს Origin Detector-ის სერვისს. მწარმოებლებმა უნდა გააკეთონ npm library-ის ინტეგრაცია, რომ გამოიყენოთ ეს ვიჯეტი.